სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. Გიახლოვდება ნათლისღების დღესასწაული. ვიცით რომ ამ დღეს მაცხოვარი იესო ქრისტე განკაცებული ღმერთი მიდის წმინდა იოანე ნათლისმცემელთან და იორდანეში, მდინარე იორდანეში მისგან იღებს ნათლისღებას. რა თქმა უნდა, მაცხოვარს არ ჭირდებოდა ნათლისღება, იმიტომ რომ ის იყო სრულიად უცოდველი. ამით მან მაგალითი მოგცა, რომ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ნათლობის საიდუმლოში მონაწილეობა და ამავე დროს მან აღასრულა ძველი აღთქმის ჯული. ეს ნათლობა, რა თქმა უნდა, რომელსაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი აღასრულებდა, არ იყო ისეთი ნათლობა, რასაც დღეს ჩვენ ავასრულებთ ეკლესიაში. განსხვავება წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნათლობასა და ჩვენს ნათლობას შორის ის არის, რომ იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს ამზადებდა იმისათვის, რომ მესიას შეხვედრილი იყვნენ განწმენდილები. მათთან მიდიოდნენ ებრაელები, აღიარებდნენ ცოდვებს, სინანულს გამოხატავდნენ და ამ სინანულით ემზადებოდნენ ისინი მესიის გამოჩენისთვის. ანუ მოახლებული არ სასუფეველი ცათა. რომ ამბობდა წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეინანეთ რამე თუ მოახლებული არ სასუფეველი ცათა, ეს იმას ნიშნავდა, რომ იესო ქრისტე მოახლოვდება, მესია მოახლოვდება და ამისთვის ამზადებდა წმინდა იოანე ებრაელებს. ხოლო დღევანდელი ნათლობა, რაც ჩვენ ეკლესიაში აღესრულება და 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, ეს არის ნათლობა, როდესაც ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა, მათ შორის ადამიანის ცოდვაც და პირადი ცოდვებიც, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაუდენია. ნათლობის შემდეგ უпроსწორად ადამიანი, როდესაც ინათლება, როგორც ვთქვით, ყველა ცოდვა მიეტევა, მაგრამ ნათლობის შემდეგ ადამიანი რაღაც ცოდვებს მაინც ჩადის. ზოგს ნეფსით, ზოგს უნებლიეთ, ზოგს მცირეს, ზოგს დიდს. ნათლობის გამეორება იმისათვის, რომ ადამიანს ცოდვები მიეტევოს, არ შეიძლება. ამიტომ ღმერთმა დააწესა აღსარების საიდუმლო, რომლის დროსაც მორწმუნე ადამიანი, მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი მიდის მოძღვართან და აღიარებს ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვებს, რომელსაც ნანობს, რა თქმა უნდა, და შემდგომში მთელი უკითხავს, მოძღვარი უკითხავს მას ლოცვას და უდლის ხელით ღმერთი პატიობს ჩადენილ ცოდვებს. აქ აღესრულება ის საიდუმლო, რომელიც მაცხოვარმა გადასცა მოციქულებს, ვისაც თქვენ შეკრავთ, ისინი შეკრულები იქნებიან ზეცაში, ვისაც თქვენ გახსნით, ისინი განიხსნებიან ზეცაში. აღსარების საიდუმლო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ადამიანის, ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში. როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ უნდა ვთქვათ აღსარება? რა თქმა უნდა, სანამ ადამიანი აღსარებაზე მივა, მას უნდა ქონდეს სინანული ცოდვების, ჩადენილი ცოდვების მიმართ. აღსარებაზე მისვლა და ლაპარაკი მხოლოდ რომ მე ცოდვა ჩავიდინე და დასახელება ცოდვების არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სინანული გვაქვს და არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვები აუცილებლად მოგვეტევა. იმ საიდუმლოს ასასრულებლად, რომ რასაც აღსარება ქვია და იმისათვის, რომ ჩვენ ცოდვები შეგვენდოს ზეცაში, აუცილებელია ის, რომ ადამიანს ქონდეს სინანული. თუ ადამიანს სინანული არ აქვს, თუ ადამიანი არ ცდილობს გამოსწორება საკუთარი თავის და ეს მხოლოდ ნათქვამი სიტყვებია, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულყოფილი აღსარება. აუცილებელია ამ დროს გულწრფელობა მოძღვრის მიმართ, სიყვარული მოძღვრის მიმართ, მორჩილება მოძღვრის მიმართ და რწმენა იმისა, რომ მოძღვრისგან ჩვენ აუცილებლად გავიგებთ ღვთისნებას და მისი ლოცვები
ანუ მისი შუამდგომლობა შესმენელი იქნება ღვთის წინაშე და მისი შუამდგომლობით ღმერთი ჩვენ შეგვინდობს ჩადენილ ცოდვებს. და აუცილებლად არ უნდა დავმალოთ არაფერი, როდესაც ვამბობთ აღსარებას. თუ ადამიანი მალავს აღსარებას, ეს ნიშნავს, რომ მას სინანული არ აქვს და აღსარებიდან წავა ცოდვებით განწმენდილი კი არა, არამედ უფრო მეტად დამძიმებული ცოდვებით. არავის ან მოძღვარს არ უყვის არც მძიმე ცოდვა, არც მით უმეტეს მსუბუქი ცოდვა. ყველა სიხარულს განიცდის აღსარების დროს გარდა ეშმაკისა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღმერთს უხარია, როდესაც ადამიანი აღიარებს თავის დანაშაულს. უხარია მოძღვარსაც, რომელსაც ადამიანი აღსარებას აბარებს და უხარია თავად აღსარებასაც, მონანულ ადამიანსაც. ერთადერთი, ვისაც არ უხარია აღსარების თქმა, ეს არის ეშმაკი. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელია, როდესაც ადამიანი ცდილობს საკუთარი ცხოვრების გამოსწორებას, სწორ გზაზე დადგომას, საკუთარი სულის გამოსწორებას, წარსული ცოდვების დავიწყებას და ასე შემდეგ. აუცილებელია აღსარების დროს ადამიანი საუბრობდეს მხოლოდ თავის ცოდვებს. ჩვენ ხშირად ისე ვაკეთებთ ხოლმე, რომ კი ვიცით, რომ ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ ვიწყებთ თავის მართლებას. აი ეს იმიტომ ჩავიდინე. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ სხვას გამიკითხავთ აღსარების დროს, სხვას ვაბრალებთ. არ უნდა მოხდეს არც სხვაზე გადაბრალება, არც თავის მართლება, რა თქმა უნდა, და არც სხვისი განკითხვა. პირველ რიგში უნდა დავადანაშაულოთ ჩვენი ცოდვები და უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ მე შევცოდე, რომ მე დავაშავე ღვთის წინაშე, რომ მე ვარ მხოლოდ დამნაშავე და სხვა არავინ. შეიძლება იყოს რაღაცა გარემო ფაქტორები, რამაც ჩვენ ცოდვის ჩადენამდე მიგვიყვანა, მაგრამ ცოდვა ჩავიდინეთ ჩვენ და არა სხვა. ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენი აღსარება იყოს შედეგიანი და ღმერთმა შეიწიროს ჩვენი სინანული, აუცილებელია რომ დავადანაშაულოთ მხოლოდ საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდვებით ამძიმებული წავალთ აქედან, განკითხვის ცოდვაში ჩავარდებით, თავის მართლების ცოდვაში ჩავარდებით, ასე შემდეგ. ცოდვებით ამძიმებული წავალთ იმის მაგივრად, რომ შევიმსუბუქოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. აღსარების შემდეგ ადამიანს უნდა ჰქონდეს მიღებული, უნდა მიიღოს ადამიანმა კიდე გადაწყვეტილება, რომ წარსულ ცოდვებს აღარ ჩაითენს. მაგრამ შეიძლება წარსული ცოდვა აღარ გაიმეოროს, მაგრამ აუცილებლად ჩვენი სულიერი სამყარო იმდენად უსასრულოა, რომ ერთ ცოდვას შეიძლება მოვერიოთ, მეორე გამოჩნდება. მეორე შეიძლება მოვერიოთ, მესამე გამოჩნდება. ანუ ადამიანის სული იმდენად ამძიმებულია, იმდენად ჭუჭყიანია, რომ ამის განწმენდას სჭირდება მთელი ცხოვრება. და იმისათვის, რომ ადამიანმა ბოლომდე გაასუფთავოს თავისი სულიერი სამყარო, აუცილებელია, რომ ხშირად ამბობდეს აღსარებას. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ სიხშირეში, რომ კვირაში ერთხელ თქვას, ან ყოველ დღე თქვას აღსარება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას მოძღვარი წვეთს პირველ რიგში, თუ რა სიხშირით უნდა თქვას აღსარება ადამიანმა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ადამიანს ცოდვა გადაექცეს ჩვევაში და რაღაც ცოდვა უმნიშვნელოდ მიიჩნევს. წმინდა წერილში ესე წერია, მაცხოვარი გვასწავლის. მცირესა ზედა სარწმუნო იქმე, მაღალსა ზედა დაგადგინო შენ. თუ ადამიანი მცირეს არ ებრძვის და მცირეს არ ამარცხებს, რა თქმა უნდა ის წინ ვერ წაიწევს. და როდესაც
ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ თუნდაც წვილმანცოდებს, გულის თქმა იქნება, ეს ფიქრები იქნება, ეს აუცილებლად გადაიზრდება შემდეგში გარეგნულ ცოდვებში, ანუ საქმით აღვასრულებთ ამას ჩვენ აუცილებლად. ამიტომ აუცილებელია ამის აღიარებაც მოზრის წინაშე და შესაბამისი მკურნალობის მიღებაც, რა თქმა უნდა. ხშირი აღსარება, როგორც მინდამები გვასწავლიან, არის ცოდვის დამარცხების ერთ-ერთი წინაპირობა. როგორც გითხარით, თუ ხშირად არ ხდება ცოდების აღიარება, ადამიანს ცოდვა აუცილებლად გადაექცევა ჩვევაში და ჩვევის აღმოფხვრა მერე უკვე ძალიან რთულია. არის მეორე უკიდურესობა, როდესაც სხვათა შორის ჩვენს ეკლესიაში და დამკვიდრებულია ეს ჩვეულება, როდესაც ყოველი ზიარების წინ მოძღვარი თხოვს აღსარების ჩაბარებას ადამიანს. ეს არ არის სწორი. ჯერ პრაქტიკულად შეუძლებელია ამის განხორციელება, იმიტომ რომ ზიარება და აღსარება ერთობლივად ეს არ არის აუცილებელი, ეს ორი საიდუმლო ერთად აღესრულებოდეს. მეორე შეიძლება ადამიანმა უშუალოდ ზიარების წინ რაღაცა გულის თქმები, ფიქრები, რაღაცა აღიაროს მოძღვართან, მაგრამ შეიძლება გამოვიდეს და სანამ ბარზიმთან მივა, იგივე დაემართოს. რა უნდა ქნას, არ უნდა ეზიაროს? ანუ ეს ჩვეულება, რომ აუცილებლად ზიარების წინ აღსარება უნდა თქვას, ეს უფრო შემოსულია რუსული ეკლესიიდან და ეს ეკლესიის სწავლებაში არსად არ წერია, რომ წმინდა მამების სწავლებაში არსად არ წერია, რომ აუცილებლად ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, აღსარება უნდა თქვა ზიარების წინ. არც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ესეთ ჩვეულებას, ესეთ რამეს მივეჩვიოთ, არც ისე უნდა ვქნათ, რომ უგულებელყოთ საერთოდ და ავიდეს თვე, 2 თვე, 3 თვე, 4 თვე და აღსარება არ თქვა და ისევ ეზიარებოდეთ. ამით აუცილებლად ჩვევაში გადაგვეზრდება ჩვენ ცოდვები. და ეს რა თქმა უნდა მე ძალიან რთულია მისი აღმოფხვრა, როგორც გითხარით. მეთმა შეგვაძლებინოს, რომ ურცფერი იყოს ყოველთვის ჩვენი სინანული, მერთმა ჩვენს მოძღვრებთან ერთად გვაცხუნოს და შეგვიწყალოს, აუცილებელია, რომ ადამიანს წამდეს და ჯეროდეს, რომ მოძღვრის ლოცვა შესმენილი იქნება და ის მისი შუამდგომლობა გაწეული იქნება ღვთის წინაშე და ღმერთი მის მიერ წაკითხული ლოცვით შენდობას მოგცემს. უნდა ვთხოვოთ ღმერთს აუცილებლად, რომ ღმერთი ჩვენი მოძღვრისგან გავიგოთ მისი ნება. როდესაც ჩვენ ესეთი ლოცვა გვექნება, აუცილებლად უფრო მეტი მორჩილება გვექნება ჩვენი მოძღვრების მიმართ. ერთმა დაგლოცოთ და მეთმა გავკურთხოთ.